ხოდე დედი დილემ შვიდობის ძვირფასებო როგორ ხართ როგორ გიკითხოთ მაღაზიაში ვიყავი ჩასული და მოვედი წყალი არა გვაქვს გუშინ ჩემს ლაივზე რომ დაწერა მუხამ რომ ცოლო წყალი არ გვაქვს საერთოდო არც ერთ საერთოდ გარადოქში წყალი არ არის და წუხანდელიდან მოყოლებული მე მუხა ადგა წუხელ მე რომ მოვედი ბიდონები ხო იცით მაქვს რამოდენიმე მაინც 4-10-იანები 1-20-იანი მაქვს და 6-იანებიც კი მქონდა მოკლედ მოაგროვა ესენი და წავიდა მოიტანა წყლები მარტო ბოდიშით მაგრამ საპიფარეშოსთვისაც ხო გჭირდება ხო ამას ვერ გავიმეტებ მე შეჭრა პურს უგროვებ ხოლმე მეზობელს და იმას ვაცლებ თებშებს არ მინდა ჯერჯერობით შევეხო აი ესენი მაქვს ჯერჯერობით მარტო გასარეცხი გულმა მიგრძნო რომ მივდიოდი ყველაფერი გავრეცხა გერაწყვა კიდევაც არაფერი არ დამიტოვებია რესტორანში წასვლამდე ეხა ესენი მოვაგროვე აქები კი არ არის მაგრამ უშნოდ რომ აქ დადებული მე იმას ვისამ გავალამაზე წესი არ დავდებ სწორედ ხო და იმას დავდებ აქ ჩემთვის ყავასთან მიყვარს ნალექიანს მოვიდუღებ საკ მქონდეს ხო ეს პორები ეს დიდი პარკები არ მემეტრება და ანუ ნაგვისთვის სულ მჭირდება ხოლმე მაღაზიაში ვიყავი და დაგაფალიერები რა მოვიტანე შევი არაფერი მაგრამ ცვილის ხო ეხლა ეს სუფთავა ეს არ არის კომპოტიანია ეს ეხლა გეგამირთვა ჩაი ან შევიჭამა სხვა არაფერი და აგერ არის ერთი ჩუსტები არა ორივე ჰა გოგო ჰა დედა ჩუსტები გოდე რატო არ გაცვია ჩუსტები დედი ჩაი გავუკეთე მაგრამ ჯერ არ მინდა 4 დღით უნდა მერე წყალი გარეთ მაქვს იმიტომ რომ აქ რო თბილა მერე თბილი წყალი არც ერთ ბავშვს არ უნდა გარეთ დავდე აივანზე ხალიჩები მედო აივანზე ფეხის კიდე დავამატე რაღაცეები გასარეცხად და ის გარეცხილიც რომ ისე მქონდა გადაგიდებული ისიც დასველდა და ის გაურეცხავი 2 წიქ რომ მიგდია ხო და მოკლედ აი არ ვერ ვიფიქრებდი რომ წვიმა იქნებოდა რა ვიცი ისეთი კაი ვარსკვლავებით მოჭედილი ღამე იყო მართლა ვერ ვიფიქრებდი რომ მოწვიმდა როდის მოწვიმა ეგეც არ ვიცი გვიან დავწექი ისედაც ეპა დაზე გაბრაზდა არ ვაპირებდი დაწოვას მაგრამ ისედაც გვიან დავწექი აი დედიკო თქვენ რა მოგიტანეთ ესეც რაღაცა მოუტანია ეხა ნიკო დეიდას თითქმის ნამცხვარია შოკოლადია შეჭამ თაბა მე მიყვარს შოკოლადი 3 ცალი მოუტანე 1 ცალი ხის ლარი გადა შეჭამ კეიქ გამებადე გეგა შენ არ გინდა დე კეიქ გასინჯი აგერაბა როგორ მოგეწონება
ნამცეცებია დამიყარო. გინდა? აი ისეთი, გინდა? ჭამე და გემრიელია. მე ხო ამბავს. ვერაფერს ვერ მოაწონებ ხალხო. მიდი ჭამე უკბიჩე. კაი, უკბიჩე. ლალიფოპ უნდა ნახეთ ახლა რას ქვია ლალიფოპ გაჩვენე. ჭამე აბა. არ უნდა, აი ასე უნდა უკბიჩო. უყურე გაჩვენო, ნახე. აუ რა გემრიელია. მიდი დე ჭამე. მიდი. ხო, ესენი. ეხა. ნიკოზი, ეს არის 9 კილოზე მეტი, 17 ლარის არის. 18-მდე ცოტა აკლდა. იყოზე არა უშავს გვერდებზე ჭამე. 10 ცალი კვერცხი მოვიტანე. ეს კალათი მოვიტანე, არ ვიცი როგორია კრემისთვის, მაგრამ ეს მოვიტანე, არ ვიცი რატომ ვიყიდე. 12 ლარად ვიყიდე, 1 კილოგრამიანია. არ ვიცი, აბა გააქვს გასინჯული კრემისთვის ეგ კალათი. ხო, გააქვს თქო გასინჯული ეგ კალათი, მაგას გეკითხებოდით და 3 პური კიდე, ეს იყო თვითაფასება 40 ლარ და 85 თეთრის. წერე რაღაცას წერე მშობლები რა ხდება ასე ვერ ვყევარ ორშაბათს ცეკვა 12 საათზე ორშაბათი რა დღეა რა რიცხვია ორშაბათი 30 12 საათზე თუ გამახსენდა 12 საათზე რო გძინავს ჩვენ თუმცა 5 საათს ჯობია ჯობია სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ მე ხამია და სამდე ჩავედი ანიკო დეიდასთან მაგით მქონდა ჩაწერილი მაგრამ წარშალი არ მინდა ისეთი რამე იყოს სიფასებოდა დამაღამდა წინ და უკან სიარულში დამაღამდა მართლა ჩუსტები აიღეთ ედიკო და ჩაიცვი და რატომ ყრიან იმას ჩუსტებს ან ბალიშებს გოგო ყველაფერს ყრის ხალხო ძირს და როგორი გასულამაც რო უნდა უყურო რომ ყველაფერი უნდა ეყაროს იატაკზე მივირბენ უცებ ავკრეთ დავალაგებ მეორე წუთას მაინც ძირს ყრია ყველაფერი ეს მარტო არ მოხამორიგეა და არ მიყვარს როცა მუხა არ არის სახლში არ მიყვარს თქვენს არ ხართ მასე ეს საერთოდ არ მიყვარს თუ სახლში არ არის სიმართლე გითხრათ სულ მინდა რომ სახლში იყოს იმ აბრაზებს ხოლმე ზოგჯერ მაგრამ მაინც მინდა რომ სახლში იყოს ეს თეთი ამბები ხასიათო გამოსწორდი არაფერი არ მაქვს მზად არც იქეთავარ არც აქეთავარ არაფერი არ მაქვს
წამოწყებული. არ ვიცი, საერთოდ რას გავაკეთებ. ძალიან ხასიათობა შემომეტია. თუ დღევანდელია, მხოლოდ ვერ გავიგე. არ მაქვს ცხელი. ჩუმ რა წესია დედიკო ეს? რა არის ეს საუკუნის წყალი ამალა რა უჭირს? მითხარით აბა. რა უჭირს საუკუნის წყალს? ჩემთვის. ხარია ბავშვებისთვის მაგ მოხან მიყიდა წუხელ სნო. ბავშვებისთვის დასალევად. და საჭმელისთვის მოიტანა საიდანაც იქეთ შორიდან. ხო, რა მინდოდა ეხლამე. გოდე, შენ მაინც დიდი ბიჭი ხარ დე? აიღე ის ისინი. რა ქვია? დე. გოდე, ყრუ ხარ, ბანიშები აიღე და დადე კრესლოზე. ეს სალათი გავხსენი. დედა ჩემი რო იყო. ცოტა შეჭამა და დანარჩენი მაქვს. რა მივიხვა ეხლა. კრემუსია. ორდე რომ იდო იქიდო. ეგეც. არა შანს. კაი ხა დაიარას მოგარტყან და ეგეც დე. მაგრამ მივეთე და ამასობაში ყავაც არ თუ ხდება. დავლევ მე თქვენთან ერთად. თან გეჯობდოთ, რაღაცას ვამბობდი, ხო? ფუი, იმას გეუბნებოდით, რომ ეს ჩაცმულობა გუშინ მე რაც მეცვა, გადამიწყვი და მოხრამ. რესტორანში მიდიხარო და ჯინსებით უნდა წახვიდეო. მართლა ბავშვებს გეფიცებით. ხო და მაგიტომაც ჩავიცვი ის კაბა. ერთის ხომ მქონდა ჯერ არ მწვია მაგი საერთოდ არსად. მაგრამ მუხას არ მოსწონს დიდად. თქვენზე ნაჩვენები მაქვს შარშან მეყიდე. დიდად არ მოსწონს მუხაზე, მაგიტომაც რავი, არც მახსოვდა სიმართლე გითხრათ, დღეს ეხა ის რაც მოსაცმელი რომ მეცვა, ის რომ შევინახე გარდერობში. მაშინ შევამჩნიე რომ იქ მეკიდა. მოვედი ყავით, ნახეთ. გოდესიც ეს იქნება გოდესი ალბათ, იმიტომ რომ უფრო ბევრია ნაჭამი. არა, ადასი. ჯოხი რომ იმას ვქენით, მაგით მივხვდი, ეს არის გოდეს ნაჭამი. მე ეს ორი ცალი ვაფლი მოვიტანე. კიდევ მაქვს, მაგრამ არ მინდა უბრალოდ ეს ნალექიანი ყავა. უშაქროა და მაგიტომ იმას ვქენი მოვიტანე ეს. ხო, იმას გეუბნებოდით, რომ გუშინდელი ჩემი ჩაცმა იყო მუხას გადაწყვეტილება და მე მეც მომეწონა სიმართლე გითხრათ. ხო, კიდე არც ერთი ცუდი კომენტარი არ დაწერილა. უკვე ვიდეო რო დევს მაგის მერე გეუბნებით, მხოლოდ ერთადერთი ადამიანი იყო ვიღაცა თეა, რომელმაც სამი შვილის დედას ესეც ეკვა არ შეშვენის, ესეც ჩაცმა არ შეშვენის. ყველაზე მაგარი ბლოგერი არისო, არ დავასახელებ ვინც თქვა და იმას არ აცვია ესე და შერატომ. ანუ მე რატომ მაცია ისე? ის არ ცეკვავს ისე და მე როგორ ცეკვავ ასე. ხო და მოკლედ ჩემო ძვირფასო. მე ვარ. ვიცი, ყველაზე მაგარი რომ არის, ვიცი. ძალიან მიყვარს მე ის ადამიანი და შენ რაც არ უნდა დაწერო. არასოდეს არ მოხდება. არასოდეს, აი ნახეთ, არასოდეს არ მოხდება ის, რომ მაგალითად ვიღაცა იმ ბლოგერს აქებს და მე რომ შევიძულო ან შემაზიზღონ ვიღაცა, რომ აი ვითომ ჩემზე მაგარია. არასოდეს მსგავს სამივე შვილების სიცოცხლეს ფიცა ვარ, ჩემ ცხოვრებას მსგავსი რაღაცა
რო გააკეთოს ადამიანს არ შეუძლია და არც მე არ ვფიქრობ ისე რომ ვაიმე ის ჩემზე უკეთესია და უნდა მძულდეს. არა, უკეთესები არსებობენ. მე ვიცი ისედაც რომ ჩემზე უკეთესებიც ბევრად არიან და მინდა რომ იყვნენ. კიდევ უფრო უკეთესები იყვნენ, ეს კიდევ უფრო წაადგება საერთოდ ქვეყნიერებას, მაგრამ ვამბობ და ვიტყვი ყოველთვის რომ მე ვარ ძალიან იშვიათობა ადამიანი. ასე რომ ამას დანახვა უნდა, მაგრამ ვინც არ არის ჩემნაირი, მაგას ვერ დაინახავს. ამასაც გეტყვი. ასე რომ ჩემს ვიფასო არა უშავს შენი კომენტარები, პასუხები მიღებულია, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მაქვს. ჩემ ცხოვრებას მე როგორც მინდა ისე გავკარგავ და რასაც მინდა, რაც მე მიყვარს, რაც მე მომწონს, იმას ვაკეთებ. ცეკვაზე კიდე ეხა რა გითხრა, რა ვიცი, მე ესე რობოტივით რო დამდგარიყავი და არაფერი არ გამეკეთებინა და მაგაზეც გავილანძღობოდი, ვუი, საერთოდ რაზე ადექი. ხო და მე ჩავიწერები შენთან ცეკვის კურსებზე, დამიწერე მისამართი, მოვა. მასწავლე როგორია ცეკვაზე, ანუ რესტორანში რო ხარ და როგორ უნდა ვიცეკო. გინდა ნებისმიერ ადგილზე კიდე მუსიკა რო ჩაირთვება. თუ არც ისე არ გაინძერი, მე არ ვიცი სხვანაირი ცეკვა. გითხარით ისედაც არ ვიცი, უბრალოდ შემებურად მოვილხენ თქო და მოვილხინე შემებურად. რაც იყო, ეგ იყო. ასე რომ მისაღებია ძვირფასო შენი კომენტარი. ოღონდ არ მიყვარს ადამიანები ტყუილა გულს იმით იხარებენ, რომ მსგავსი კომენტარები, რა თქმა უნდა იწერებოდეს და ვითომ იმდენი ქონდა დაწერილი, ბევრი, რომ ხალხს ანახოს თავისი სიტყვები, თავისი არა. ჩემთვის ყველაფერი მიღებულია, მაგრამ აზრი ნებისმიერს ვიღებ ყველანაირს განსხვავებულს, მაგრამ ის შენ კიდევ იქ რაც დაწერე და ჩემქმას რო შეეხე, მაგას არ გაგიტარებ ძვირფასო. ასე რომ დიახ. ნაგავში მოვისროლე. ხო, ძალიან მქონდა. ჩემქმას ნოეხებით. ნო. არა სწორი. ყველა თქვენებს რომ მიხედავთ, არ ჯობია. მე მყავს მართლა უიშვიათესი. ზუსტად ჩემი ხასიათებით ძალიან იშვიათია და მე რო ვარ ეგეთიც მართლა ვამბობ, გულით ვამბობ, ძალიან იშვიათია და მუხაც იშვიათია. მაგიტო შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. მაგიტო, ზუსტად. მაგიტო გვიყვარს ერთმანეთი. ხო, და მოკლედ სხვა ვერაფერს ვერ გეტყვი ჩემო ძვირფასო. ვერაფერს. მე ძალიან მოვიხინე გუწუხელა, ძალიან მაგარი იყო. მაგის მე იყო ზეფასიფო. ისეთი მაგარი სიმღერები, ისეთი მაგრა გავერთეთ, მაგრა მართლა. ტელეფონი მქონდა 5%-ზე, მაგიტო იყო რომ ესე უცებ წავედი მეთქი რომ გითხარით, რომ დავინახე რომ ცეკვავდით, უცებ რომ გამოგდა ეკრანი და ის ვიდეო მე არ ვიცი. ტელეფონი რო გამორთულიყო, არ მგონია რომ დარჩენილიყო, იმიტომ რომ უნდა დატოვო ის მით შეინახო. ხო და ამიტომ რა ვიცი, ძალიან მაგარი იყო. ღმერთო, ძალიან მაგარი დრო გავატარეთ მართლა. უფრო მეტი რომ ყოფილიყავით, უფრო კარგიც იყო, მანამდე რომ ვიყავით. ვაიმე, ის თვად გაგიჟდებოდა იქ ლაივი რო ჩამეწო და მანამდე ამბავში რო ვიყავით, რა გოგოები, ღმერთო რა ამბავში ვიყავით. ძალიან მაგარი იყო მაშინაც, მაგრამ ეხაც ძალიან კაი იყო. სიმართლე გითხრათ, მე გითხარით, აი ძალიან დიდი ხანია მართლა არ მიცეკვა, ძალიან დიდი ხანი, აი მხოლოდ ეხა გოგოები რო დავდივართ თორე, აი გათხოვებამდე კი, რა თქმა უნდა, სულ ვიკრიბებოდით გოგოები, ან ახალგაზრდები, სულ რაღაც ან დაბადების დღეებზე დავდიოდით ერთმანეთში, ან რაღაც, რა ვიცი, ყოველთვის გქონდა, ან მოგვეპრიანებოდა რაღაცებს, უცებ გავაკეთებდით ტკბილეულს, ხანხინკლებს მოხარშავდით, რაღაცა შევიკრიბებოდით, იქ ჩემთან ახალგაზრდები, ვინც ვიყავით საჩინოში. ხო და ესე ვიხენდით კარგად.
მოკლედ ძალიან რთულია, ნახე რა არის რთული იცი? ის ესე არც ეკავს და შენ რატოც ეკავ, ესე ძალიან არასწორია, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალურები ვართ, განსხვავებულები ვართ, რა თქმა უნდა და მე როც ეკავ ისე, იქაც არც ეკავდნენ გოგოები, მე და შორინა უფრო დამსგავსებულად ვცეკვავდით, თორე სხვა რა ვიცი ეხა და არ ვიცი ხა მომენტი, რა ვიცი. მე ცეკვაზე არ დავდიოდი, რომ არ იქა და დავაქციო ქვეყანა, ეგრე ვიცეკო. თუმცა სამეჯლისოზე ვაპირებად ეს შეყვანას, ძალიან მინდა 5 წელი რომ შეუსრულდება აქ, ძალიან მაგარი მასწავლებელი არის სენაკში. კვაშილავა, დონარა მე მგონი. ხო, დამეკოპებული მყავს და იმასთან შევიყვან ადრეს 5 წელი რომ შეუსრულდება. ჩვეულებრივად ჩდება ეხება შპაკატზე. ასე რომ ფიქრობ რომ არ გაუჭირდება და მოკლედ ესეც განსხვავებულად იცეკვებს ჩემი შვილი. ჩემი ოცნება იყო სამეჯლისოზე. ჩემი ოცნება იყო მართლა ქართული ხალხურიც მინდოდა მესწავლა ეს ცეკვები. და ეს სამეჯლისოც ჩემი ოცნება იყო და რაც ჩემს თავს დავაკილი, ჩემ ბავშვებს მივცემ. ძალიან მინდა მართლა. ადას უყვარს ისედაც ცეკვა და მახსოვს იქ ბაღში რომ რაღაც ცეკვაზე აცეკვებდნენ აი ზოგი ხო არის რობოტივით რო არიან და ეს კიდე ყველაფერს ერთად ლამაზად რო ცეკვადა და რაღაცა იგივე მიყურებდა მასწავლებელი საიდან. დედიკო მას ჭავლა. დედიკო. ეს მოდან გამოწერილია. მაშინ ხო გახსოვთ გამოიწერე და ადას ზომა მოვიდა მეთქი თურმე იწელება ხალხო და კი მოვიდა არის ჩემი ზომა რა ვიცი. ადას არ უნდა ხევს და ამიტომ მე დავიტოვე ჩემთვის. აწი როდის სწავლობთ არ ვიცი, მგონი სავამარტოდ. მგონი სავამარტოდ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რა დარჩა. 2 თვე. იანვარი თებერვალი. მოკლედ ესეთი დილა მქონდა მე დღეს. მაღამდება უკვე, წყალი ისევ არ არის, არც ქვემოთ არ მოდის, თორე ქვემოდან ამოტანას რა უნდა, მაგრამ ქვემოთაც არ მოდის. უნდა მოკლედ არ ვიცი გოგოები. რას ვიზამთ დღეს? წვიმს, ცუდი ამინდი გვაქვს. ხვალ ქალაქში უნდა გავიდე. აი ესეთი რამე გადასაფარებელი, არ მინდა საახალწლო იქეთ, იმიტომ რომ მე ახალი წელი დამთავრდება მალე და იმას ვერ გამოვცვლი და საახალწლო არ მინდა, რამე ისეთი ხიაფერის მიყვარს საერთოდ. თუ ადამ არ დამიხაზა ეგეც. იმიტომ რომ სულ პასტები რო უნდა, პირდაპირ მაგიდებზე გადადის მერე. ხო, ეგ მინდოდა, მერე ყველი მინდა. ვიღიდო ყველი. მეთქი ახლა ძანიკო დედასგან შემიძლია რომ მოვიტანო ყველის გადაყოლს არა. დედასგან მოვიტანე, ნიგოზი მოვიტანე, მოკლედ საცივს გავაკეთებ, ფელამუში მინდა გავაკეთო, ოღონდ ნახეთ ახლა კიდე რისი აზრი მაქვს. ეგ ყველაფერი იმ ხამისთვის მე მეორე დღისით მივდივართ. ნამცხვარი უნდა გამოვაცხო 2, ერთი წასაღებად, ერთი აქ. იმიტომ რომ იმ ხამით ხო უნდა გავჭრა მაგიდა რომ გავშალოთ, მაინც არ წვებიან ჩემი შვილები პირველ საათამდე და მე ცოტა ის მაშხალები არამეც მინდა. არაფერს არ ვაპირებ გრანდიოზულს არამეს, არაფერი. ჩვეულებრივი უბრალოდ მაგიდა მექნება ყველი. ხომი გავაკეთო ესე შვაღამე. არა სიტყვით აბა. ხომი გავაკეთო ესე თქვია. მოკლედ არ ვიცი, მუხარასაც გადაწყვეტს.
ანდა ხერხილს გავრეცხავ, გარეცხილ ხერხილს შევინახავ მაცივარში და მეორე დილით წასვლამდე გავაკეთებ. მაგრამ მუხანის ამბავი მე რო ვიცი, ჩქარა წავიდეთ, არ გვინდა საჭმელი იქ მივალთ იქ შევჭამ თიტყვის და ჰე. არ ვიცი რა მოკლედ, მუხა რომ მოვა მე უკეთ და ვილაპარაკებთ. ერთი დღე არა მაქვს ხალხო რომ ქალაქში გავსულიყავი ჩემით, რამეზე, ისე რომ არ მეჩქარება. რომ მივდივარ 100 ჯერ მაინც დამირეკავს მუხრანი, არა აქვს მნიშვნელობა, გინდა მუხრანი წავიდეს, იქიდან მაინც მირეკავს მუხრანი 100 ჯერ. კიდევ კაი ეს კაი ჩვევა აქ მართლა. სულ მირეკავს, გინდა თვითონ იყოს სადმე წასული, გინდა მე ვიყო წასული. სულ ყოველ წუთას უნდა გირეკოს და ლიკა აწი შენთან ერთად არ ვარ სადმე წამსვლიო. ქშია. სოუსი შეჭარ, მე გემიდებს. სოუსი და პურის. კი? კარტოფილის სოუსი. ბიჭოს დედიკო დამთავრდა ის სოუსები. ხალხო ის ერთი რო გავაკეთე იმისა. ეს დარჩა. ლობიოსი არ უნდა ეს დარჩა. გინდა? გეყოფა ის თუ დავამატო? კიდე არის ცოტა მაცივარში და იცა ჩავამატე. მაგერ არის დედი. ეს მეგონება ტომატი. კატლეტი უნდა გავაკეთო, ხორცი გამოვიღე, მაგრამ ჯერ ვერ მივედი და გავაკეთებ, მე ჩამოვიღე ხორცაკებს. მეშინია რომ ის რა ქვია, მუხა ძალიან იმას შვება. ნელა აკეთებს და არ გადავწვათ ხო ისევ მე. ერთხელ შენ მაგრად დაჭირეო, მეუბნებოდა ეს კაცი, მე დამაბრალა, რო გავაფუჭე. ხო და ისე მეშინია, მე დამაბრალებს. ორჯერ შევაკეთეთ ეს მანქანა. ორჯერვე მუხამ შეაკეთა. ჩემი ხორცსაკები. ხო და ეხა ხორცი გამოტანილი მაქვს, გამრღვალი არის და გავაკეთებ კატლეტებს. დედასი, გაჩეჩილი. დედასი კოლუდა. მასე რატო აკეთებ? შენ გეგა. დედიკო, მასე ტუჩები გაგისკდება. Delicious. გეგა. ხილად. გეგან წარაცი. კაი არა უშავს გეგანს რა, არა აქ ისეთი მძიმე ხელი დე. მასკილ. Da 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 da. მოკლედ სიფასებო, წავალმე ეხა. ნაგენ შვიდობებით და აბა ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ გადაგიხადოთ ჩემს ერთგულ უერთგულეს მაყურებლებს რომ სულ ხართ ჩემს გვერდში ჩემთან ერთად და უღმესი მადლობა რომ მithმობთ დროს თქვენ სიფასებს რომ მეც მithმობთ და ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან დიდი მადლობა ამენი სიტყვა და სიყვარულისთვის უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ Bye! Bye. Kocna? Dedasi. Did she not smoke?